ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭო პარტიის დაფუძნებიდან მე-13 წლის თავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გავრცელებულ განცხადებაში ივანიშვილის პარტია საკუთარ მიღწევებზე საუბრობს და წერს, რომ ქართული ოცნების პირობებში საქართველო მყარად დაეფუძნა დემოკრატიისა და საქართველოს უზენაესობის პრინციპებს, ადამიანის ძირითად უფლებებს და თავისუფლებებს და შეუქცევადი განვითარების რელსებზე დადგა. ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ევროპული ბიუროკრატია დღესაც საქართველოს შანტაჟითა და ხელისუფლებაში არადემოკრატიული ძალების დაბრუნების მცდელობით არის დაკავებული. დასავლეთის კრიტიკის, სანქციების და ვიზა ლიბერალიზაციის დაკარგვის საფრთხის ფონზე ქართული ოცნება იმედს გამოთქვამს, რომ 2030 წლისთვის დაანონსებულ ევროკავშირის გაფართოებას ყველა კანდიდატ ქვეყანაზე უკეთ მომზადებული შეხვდება. მიუხედავად იმისა, რომ ევროპული ბიუროკრატია დღესაც საქართველოს შანტაჟითა და ხელისუფლებაში არადემოკრატიული ძალების დაბრუნების მცდელობით არის დაკავებული, საზოგადოებას ვაძლევთ პირობას, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი ყველა გამოწვევას ღირსეულად გაუმკლავდება და საქართველოს 2030 წლისთვის დაანონსებულ ევროკავშირის გაფართოებას ყველა კანდიდატ ქვეყანაზე უკეთ მომზადებული შეხვდება. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ დროისთვის ბრიუსელის დღევანდელი ბიუროკრატია ღირსეული, დამოუკიდებელი და ევროკავშირისა და ევროპის მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური ელიტით ჩანაცვლდება. საქართველო დღეს არის დამოუკიდებელი და სუვერენული როგორც არასდროს. ხელისუფლებას ვეღარავინ კარნახობს და აიძულებს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ იქნება მიმართული. ქართული ოცნების ხელისუფლება მოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესების კარნახით და ამ ინტერესების ხარჯზე კომპრომისს არასოდეს დაუშვებს. მომავალშიც განუხრელად დაიცავს სამშობლოს ეკლესიას და ეროვნულ ფასეულობებს.